კიდევ ერთხელ მოგესალმებით ზუსტად 18 საათზე ახალ ამბებს მაესტროს ეთერში ნინო მიქაძე გაგაცნობთ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ხვალიდან გაფიცვას აპირებენ. ისინი ცენტრის ახალ ხელმძღვანელად ზაზა აბაშიძის დანიშვნას და უკვე ყოფილი დირექტორის ბუბა კუდავას თანამდებობიდან გადაყენებას აპროტესტებენ. დღეს ცენტრში თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს, სადაც უახლოესი მომავლის გეგმებზე ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით თანამშრომლების პროტესტის გამო ზაზა აბაშიძე შეთავაზებულ თანამდებობაზე უარს აცხადებს. განათლების სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ასეთ შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად სხვა მესამე პირი შეირჩევა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ყველაფერი აღმოჩნდა სპექტაკლი, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა არც დასმულ კითხვებს და არც გასცემულ პასუხებს, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა კონკურსანტი როგორ ხედავდა დაწესებულების დღევანდელობას და მის ხვალინდელ დღეს, არამედ გადაწყვეტილება იყო წინასწარ მიღებული, როგორც მოსალოდნელი იყო. არ ვაღიარებთ კონკურსის შედეგებს, თვლით რომ კომისია იყო ტენდენციურად შედგენილი წევრებისგან, რადგანაც თავიდანვე გათვლა იყო იმ პირებზე, რომელთა უმრავლესობა გადაწყვეტდა არასასურველ შედეგს მივიღებდით. მე მგონი რომ ამის გამცხადებელი ცოტა უფრო სიღრმისეულად უნდა დაფიქრდეს რას ამბობს და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს არც კოლეგებს, არც იმ თანამშრომლებს, რომლის სახელითაც ის ასე ხშირად საუბრობს და მით უმეტეს ის კონკურენტი, რომელიც ყავდა მას, ასე ვთქვათ, დირექტორობის შესარჩევ კონკურსში. ჯერ სანამ პროცედურები დასრულდება და თქვენ იცით, რომ ჩვენ კომისიის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ვაცნობოთ პრემიერ-მინისტრმა უნდა შეითანხმოს კანდიდატურა და მხოლოდ ამის შემდეგ მე შემიძლია რომ დავნიშნო ცენტრის დირექტორი. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ზაზა კიდევ გადახედავს თავის, ასე ვთქვათ, მიდგომას.